თავისთავად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, კონკრეტულად ემირატებთან თანამშრომლობა, ინვესტიციების მოზიდვა თავის თავში არ გულისხმობს აუცილებლად რაიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან. არც ჩინეთთან თანამშრომლობის სურვილი არ არის აუცილებლად იმის ნიშანი, რომ ქვეყანამ შეცვალა თავისი ძირეული ფასეულობები. ოღონდ კონტექსტს გააჩნია და ძალიან თვალშისაცემი კონტექსტი არის, როდესაც ეს ხდება ფონზე, როდესაც შენ ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ კურსზე ღიად ამბობ უარს. მეორე ხე რამდენად გულწრფელი იყო ქართული ოცნების დაპირებები 2012 წელს, რომ ის გააგრძელებდა ევროპულ კურსს და გააწევრიანებდა საქართველოს ევროპულ კავშირში ან ნატოში. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პირველად მათი მმართველობის პირობებში ჩვენ გვაქვს უკვე ღია დაპირისპირება არა მარტო ზოგადად კურსთან და ვთქვათ მის ტექნიკურ მხარესთან, არამედ იდეასთან იმისა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომ ჩვენ ვიზიარებთ ევროპულ ფასეულობებს, რომელიც არის გლობალური და ასე შემდეგ. აი ამ ფონზე ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მცდელობა, მათ შორის ჩინეთის გამოცხადება იდეალურ მოდელად სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკური სისტემის. და ამ ფონზე ემირატებთან სრულიად გაუმჭვირვალე პრაქტიკულად საიდუმლო შეთანხმების დადება. სულ სხვა შედეგს იძლევა იმის გასაგებად, თუ რას აკეთებს ეს ხელისუფლება. მე მთავარი პრობლემა მიმაჩნია გარდა იმისა, რომ ეს არის აშკარად მცდელობა იმ ეკონომიკური პრობლემების გამოსწორებისადმი მიმართული, რომელიც მათ შორის წარმოიქმნა საქართველოს თვით იზოლაციის შედეგად, თავი პრობლემა შეიძლება კიდევ სხვა პრობლემები გამოჩნდეს. პირველი რაც ზედაპირზე დევს არის ის, რომ ეს შეთანხმება, გარიგება არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე. და აქედან გამომდინარეობს, შეიძლება გამომდინარეობდეს უამრავი სხვა პრობლემა, მაგალითად ის საერთოდ იქნება თუ არა ეს ინვესტიცია განხორციელებული, ეს პირველი კითხვა არის. მეორე, თუ განხორციელდა ეს იქნება ემირატების ფული თუ მაგალითად რუსული ფული, რომელიც ემირატების გავლით მოახდენს საქართველოში შემოდინებას, რისი მაგალითების თან უკანონო შემოდინების და ფულის გათეთრების გარეცხვის მაგალითები უკვე გვაქვს, თან წარმოუდგენელი მასშტაბის. და მესამე, ვინ იქნება ის 60% უცხოელებისა, ვინც უნდა შეიძინოს ეს ბინები იმ შემთხვევაში, თუ მართლა განხორციელდა პროექტი. ახლა კონტრარგუმენტი არის, რომ სატყავს ემირატის მოსახლეობა, რომ აქ მასობრივად ჩამოსახლდნენ. ემირატებს შეიძლება თვითონ არ ყავს, მაგრამ ემირატები არის ახლო აღმოსავლეთის გულში და არ არის აუცილებელი, რომ ემირატული ინვესტიციით აშენებული ბინები მიეყიდოს მარტო მათთან ამოქალაქეებს, უამრავი სხვა არაბული ქვეყნის წარმომადგენელს შეიძლება ამის ყიდვით არ წერია, რომ გინდა თუ არა ემირატების მოქალაქეები უნდა იყვნენ მყიდველები. ახლა ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან, რომელიც არც დიდი ხნის წინ გვაშინებდა ჯერ ჩინელების ჩამოსახლებით, კონკრეტულად ეს ადამიანები სანამ იყვნენ წინა ხელისუფლების ოპოზიციაში. და რომ მოვიდნენ პირველი რაც დაიწყეს იყო მაგალითად ირანის მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და ასე შემდეგ, ხო? რომლებიც გვაშინებდნენ არაბიზაციით და ასე შემდეგ და თურქებით კიდე. ახლა მათი მხრიდან ასეთი პროექტების გამოცხადება როგორც მთავარი ეკონომიკური მიღწევა, ჩემი აზრით ძალიან ბევრის და ძალიან არასასიამოვნო რეალობის მომასწავლებელია.